ის რაც ყველას ძალიან მოგვენატრა, კვარაცხელიას გოლი და შესანიშნავი საგოლე პასი. ქართველი თაღმფრთოვანებული ანტონიო კონტე და ვინჩენცო იტალიანო. კვარაცხელიას პირველი კომენტარი. მიქაუტაძის და მისი მწვრთნელის აზრი შეცვლილ პოზიციაზე და რა უთხრა მამარდაშვილმა სელტას ფორვარდს 11 მეტრიანის მოგერიებამდე. ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ ნეაპოლიდან, სადაც კვარაშოუ დაბრუნდა. ნაპოლიმ სერიას მეორე ტურში ბოლონია 3-0 დაამარცხა, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურება ძალიან დიდია. როგორც ადრე, ახლაც ქართველი ვარსკვლავი ნაპოლის რიგებში ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. ნაპოლის ნორმალური შეტევა ქართველის მონაწილეობის გარეშე თითქმის არ გამოსდიოდა. უფრო მეტიც, იტალიურ მედიაში ისევ წერენ, რომ ნაპოლის თამაშის ბილეთის შეძენა მხოლოდ ქართველის სანახავად ხერს. უნდა აღვნიშნოთ, რომ სანამ ხვიჩამ მორიგ საოცრებას ჩაიდენდა, მანამდე პირველი ტაიმის მიწურულს ჰქონდა კიდევ ერთი ძალიან ლამაზი გოლის გატანის შანსი, მაგრამ მისი თავით ჭკვიანურად შორეულ კუთხეში დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მაგრამ პირველი ტაიმი ნაპოლიმ უგოლოდ არ დატოვა. დამატებულ დროში ქართველმა მორიგის საოცარი პასით ბოლონიას მთელი დაცვა გააქრო და ჯოვანი დი ლორენცოს გოლის გატანის გარდა სხვა შანსი არ დაუდოვა. მეორე ტაიმში კი კვარამ უკვე თავად გაიდანა. როდესაც ბურთი მოედნის ცენტრიდან წაიღო და საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა. მართალია მას ამ გოლის გატანაში მეტოქეც დაეხმარა, მაგრამ რაც მთავარია, ხვიჩამ ახალ სეზონში თამაშიდან პირველი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ ეს გოლი ცოტა ხნის წინ დაბადებულ შვილს მიუძღვნა. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში კი მეორე ტაიმის დამატებულ დროში დებიუტანტი დავით ნერეშის პასით ჯოვანი სიმეონემ დააბექსირა. რა თქმა უნდა, ქართველი ამ გოლში იღებდა მონაწილეობას. არც ის არის გასაკვირი, რომ ხვიჩამ ამ შეხვედრაში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. შეხვედრის შემდეგ ხვიჩამ კომენტარიც გააკეთა. კვარამ თქვა, რომ შვილის დაბადებამ მას დამატებითი ენერგია მისცა, რაც მოედანზეც აჩვენა. მის მოსმენამდე არ დაგეზაროს, დამითმე ზუსტად 2 წამი. დავაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. მამობამ დიდი ენერგია მომცა. ვფიქრობ, ეს შეხვედრის დროს ვაჩვენე. დიდი სურვილი მქონდა მოედანზე გავსულიყავი და ჩემი წვლილი შემეტანა გამარჯვებაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის დიდი სურვილი აქვს სიახლეების სწავლის, რაც ზრდაში დამეხმარება. კონტესტთან მუშაობა, რა თქმა უნდა, ამის გარანტია. იმედი მაქვს, რომ მთელი სეზონის განმავლობაში დიდ სიამოვნებას მივიღებთ. შეხვედრის შემდეგ ქართველზე და ნაპოლის თამაშზე, რა თქმა უნდა, ისაუბრა ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ და ბოლონიას მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო იტალიანო. ამ გუნდის ფეხბურთელებს უდიდეს ნდობას ვუცხადებ და მინდა, რომ ჩვენთან რაც შეიძლება მეტი მათგანი დარჩეს. ისინი კარგი ბიჭები არიან, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ. ვერონასთან განცდილი მარცხის შემდეგ პირველ რიგში მე ვიყავი იმედგაცრუებული. რთული კვირა იყო, მაგრამ ჩვენ ეს გადავლახეთ. ჩვენ ეს ერთად შევძელით. ბედნიერების ეს განცდა გასახდელშიც უნდა გავიყოლოთ, რადგან წინსვლისკენ სწორედ ასეთი მომენტები გვიბიძგებს. გავიმარჯვეთ საკმაოდ კარგი გუნდის წინააღმდეგ და ამან თავდაჯერება უნდა შეგვმადოს. უნდა დავინახოთ თუ რისი მიღწევა შეგვიძლია ერთად ყოფნით. ბიჭებმა ნაცვლად წარმოაჩინეს, რომ თამაშობდნენ გულით და თავგანწირვით. ეს სწორედ ისაა, რისი ხილვაც ფანებს სურთ. კვარაცხელიათი კი ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვნახე ფეხბურთელი, რომელიც ძალიან ძლიერია ერთ-ერთზე. ფეხზე მყარად დგას და თამაშზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ის ისევ ვარჯიშობს, რომ ასეთი თამაში ამის დამსახურებაცაა. შრომა თავის ნაყოფს იძლევა. შეხვედრის გარდამტეხი მომენტი კვარაცხელიას გოლი იყო. ზუსტად ამ პერიოდში ჩემი ფეხბურთელები ცდილობდნენ ინიციატივის ხელში ჩაგდებას და ვფიქრობდი, რომ გათანაბრება დროის ამბავი გახდათ და ასეც იქნებოდა ალოგიკური ბურთი რომ არ გაგვეშვა. კვარაცხელიამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ზუსტად მაშინ გაგვიტანა, როდესაც თამაშის ხარისხს ვაუმჯობესებდით და მეტოქის ნახევარზე დამკვიდრებას ვცდილობდით. აქვე მოკლედ გეტყვით, რომ ნაპოლი ბოლონიას თამაშს ესწრებოდა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი და კრისტიანო ძაკარდო. ეს ფაქტი კი იტალიელ ჟურნალისტებს აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხი უახლოეს დღეებში საბოლოოდ გადაწყდება. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ნაპოლის 2 ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 31 აგვისტოს პარმას უმასპინძლებს. წარმატებები ვუსურვოთ ხვიჩას შემდეგ შეხვედრაშიც. ახლა კი გადავინაცვლოთ საფრანგეთში, სადაც ლიონმა სეზონი კატასტროფულად დაიწყო. 2 ტური და 2 წაგება. ჩვენთვის აღსანიშნავია, რომ
რენის წინააღმდეგ გიორგი მიქაუტაძე ფორვარდის პოზიციაზე იყო. მონაკოსთან კი ლიონის კაპიტანი ალექსანდრ ლაგაზეტი დაბრუნდა, რის გამოც ქართველი ჯერ სათადარიგოს სკამზე იყო. შემდეგ კი თამაში მე-17 წუთზე თანაგუნდელის ტრაუმის შემდეგ ჩაერთო, მაგრამ მარჯვენა ფლანგზე, ისე როგორც აიაქსში. ამ თემაზე შეხვედრის შემდეგ თავად გიორგიმაც ისაუბრა. ჭრხმელმა მითხრა, რომ ამ პოზიციაზე ვჭირდებოდი. მე ვცდილობ ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო, მაშინაც კი, როცა ჩემს პოზიციაზე არ ვთამაშობ. ჩემი პოზიცია 9 ნომერია, მაგრამ როგორც მანამდე ვთქვი, თუ მწვრთნელი სხვა პოზიციაზე მათამაშებს ფლანგზე ან 10-იანზე მაქსიმალურად დავიხარჯები. გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს. მე უპირატესობას 9-იანზე თამაშს ვანიჭებ. მაგრამ ვნახეთ, რომ მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა. ვარჯიშებზე მეტი კონცენტრაცია გვმართებს, რომ გამოვასწოროთ ის, რაც არასწორია ახლა გუნდში. მონაკომ ჩვენზე უკეთ ითამაშა. ამას ანგარიშიც ასახავს და სტატისტიკაც. სათამაშო მომენტებს ვერ ვქმნით. როცა მომენტს ვერ ქმნი, ვერც გაიდან, ვერც მოიგებ. იოლი არ არის, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. უნდა მივიღოთ ეს და ვიმუშაოთ, რათა მოვიგოთ შეხვედრები. ვცდილობთ ერთიანობა შევინარჩუნოთ. ერთმანეთს მხარი დაუჭიროთ და შეხვედრებზე გავაკეთოთ კონცენტრაცია. სწრაფად უნდა გადავკეთდეთ გამარჯვების გუნდად. გიორგის მარჯვენა ფლანგზე თამაშთან დაკავშირებით ისაუბრა ლიონის მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმაც. წარსულში უკვე უთამაშია ამ პოზიციაზე. საკმარისი სათამაშო ინტელექტი აქვს ადაპტირებისთვის. ეს არ იყო მისთვის საუკეთესო პირობები, მაგრამ უთამაშია ამ პოზიციაზე და ახლაც შეძლო იგივეს გაკეთება. ლაგაზეტს ყოველთვის ვენდობი. დღეს არ ვართ ოპტიმალურ პირობებში. არავის ვაბრალებ, რადგან მე ვარ პასუხისმგებელი და ამას უნდა გავუმკლავდე. შემეძლო შემადგენლობაში ორივე დამეყენებინა, მიქაუტაძეც და ლაგაზეტიც. მაგრამ ჩემს არჩევანზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ. შეგახსენებთ, რომ ლიონს 2 ტურის შემდეგ არც გოლ აქვს და არც გოლი გაუტანია. ქართველის გუნდი შემდეგ ტურში 30 აგვისტოს სტრასბურგს უმასპინძლებს და იმედია, რომ მიქაუტაძეს მის პოზიციაზე ვიხილავთ. სამწუხაროდ ლიონის მსგავსად არც გოლა და არც გოლი აქვს ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენს, რომელიც ბოლოს ლეაპთან 0-2 დამარცხდა. სამწუხაროდ არც ზურიკოს მისდის თამაში ისე როგორც შეუძლია, მაგრამ იმედია, რომ შემდეგ ტურში 31 აგვისტოს ბრესტის წინააღმდეგ ზურიკოს და მისი გუნდის მდგომარეობა შეიცვლება. გიორგი მამარდაშვილის ვალენსია კი სელდასთან 1-3 დამარცხდა. გაშვებული 3 გოლის მიუხედავად უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ქართველმა 11 მეტრიანი მოიგერია. 23 წლის ქართველმა იაგო ასპას აუხო. აღსანიშნავია, რომ ამ ფეხბურთელმა მამარდაშვილს პენალტი წინა სეზონის ბოლო ტურში გაუტანა. ამჯერად კი ასპას დარტყმულის მოგერიების შემდეგ გიორგიმ ესპანელ ფორვარდს ღიმილით რაღაც უთხრა და მისკენ ირონიული სახით გაიხედა. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა შეხვედრის შემდეგ სელტას ფეხბურთელმა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მამარდაშვილმა ფსიქოლოგიური ომი მომიგო. სანამ დავარტყამდი, გამაფრთხილა, რომ თუ შარშანდელის მსგავსად მისგან მარჯვენა კუთხეში გაუშვებდი ბურთს, ვერ ამიღებდა. საპირისპირო კუთხეში კი აუცილებლად მოიგერიებდა. ვიფიქრე, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა იყო და საპირისპირო კუთხეში დავარტყი. გიორგიმ კი უპრობლემოდ მოიგერია. ძალიან მომატებული აქვს. მის წინააღმდეგ წლებიან მიწევს თამაში და უკვე კარგად ხვდები, რატომ ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ და რატომ ცდილობენ გრანდები მის შეძენას. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ თითქმის ყველა გავლენიანი გამოცემა ირწმუნება, რომ მამარდაშვილის ლივერპულში გადასვლის საკითხი გადაწყვეტილია. ქართველი მეკარე ჯერ 1 წლით ვალენსიაში დარჩება. ინგლისურ გრანდს კი 2025 წელს შეუერთდება. მაგრამ ამასთან ასევე ძალიან საინტერესოა ლივერპულის მეკარის ალისონ ბეკერის კომენტარი, რომელიც ირწმუნება, რომ არც საუდის არაბეთში და არც სხვაგან წასვლას არაპირებს. ამასთან ამბობს, რომ მამარდაშვილის ლივერპულში გადასვლაზე ინფორმირებული იყო და ამ ფაქტს მიესალმება. მოკლედ, რაც რო გადის, ყველაფერი უფრო და უფრო გაუგებარი ხდება, მაგრამ იმედია, რომ ყველაფერი მალე გაირკვევა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი მეკარე კვლავ პირველი ნომერი იქნება იქ, სადაც არ უნდა ითამაშოს. ბოლოს კი, თუ მოგეწონა ვიდეო და დაგავიწყდა, დალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.